სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ჩვენ 78 ნაწილზე ვართ, რომელიც 2022 წლის 5 ივნისს იქნა ჩაწერილი. ამ კითხვას სვავს გები, ქალბატონი და ძალიან საინტერესოა პატიებასთან დაკავშირებით. პატიების მიუხედავად უნდა გვახსოვდეს და სხვასაც შევახსენოთ თუ არა მათ მიერ ჩადენილი ცოდვები? გამარჯობათ. მინდა მეც მადლობა გადაგიხადოთ ღვთის სიტყვისადმი ერთგულებისათვის. და აქ მოსვლა ნამდვილად კურთხევა. მე და ჩემი უღლე გონი უკვე 10 წელი აქ დავდივართ, ყველა ჩვენი შვილი აქ არის და ეს უბრალოდ გასაოცარი და სასიხარულო. ასე რომ დიდი მადლობა. მადლობა თქვენ გები, ეუნება ჯონ მაკარტური. თქვენ ცხადია რომ თქვენ ბევრს საუბრობთ პატიებაზე. პატიების უკეთესი გასაგებად მინდოდა ეს კითხვა დამესვა. ამიტომ ვიცი რომ მართლაც წარსული არ უნდა გავახსენოთ, წარსულის გახსენება ცოდვა, წარსულის ცოდვები. მეგობრისაგან, ახლობლისაგან როგორც კი აპატიებთ მას და არ უნდა ახსენოთ ეს, მაგრამ არის თუ არა გარკვეულწილად როდესღაც მიზანშეწონილი ამ საკითხის წამოწევა, თუ მაგალითად ეს ადამიანი კითხავთ და თქვენ გარკვეულ საკითხში ვერ ეყრდნობით მას. მაგალითად, მას არ აქვს ამისი ნიჭი. მაგალითად, ბავშვებთან ურთიერთობის ან კიდევ შეიძლება სხვა რამე იყოს, რომელშიც შეიძლება თავი შეიკავოს მან და ამითი გავახსენოთ მისი წარსული შეცდომები, რომ იგივე შეცდომა არ დაუშვას და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, სწორია. მე ასე ვიტყოდი. ღმერთს აღარ ახსოვს ჩვენი ცოდვები იმის გაგებით, რომ ის არ გვადანაშაულებს მათ გამო. მაგრამ ძველ აღთქმაში რამდენჯერმე ღმერთი უმერობს ისრაელს, რომ ახსენებს გასვოთ წარსულ ცოდვებს. და თქვენი განწმენდის ნაწილია საკმარისი რაოდენობის დამახსოვრება იმავე ცოდვების თავიდან ასაცილებლად. და მეც ამაზე ძალიან ბევრი ფიქრია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეს საკითხი, ხო? არსებობს მიზეზი, რის გამოც ჩვენ არ ვადანაშაულებთ ვინმე ცოდვაში, ამ გაგებით. მაგრამ თუ ვინმესთან ურთიერთობის დამყარების თვალსაზრისით, თუ მათთვის სასწავლო, გარკვეული ჭკუის სასწავლად, ცოდვის შეხსენება, შეიძლება ეს იყოს მომგებიანი. იმას, რასაც უარყოფითი გავლენა ქონდა მათზე. და მე ფიქრობ, რომ ეს ძალიან ჭკუის სასწავლი და სასარგებლოა. დიახ, ეს შეიძლება ძალიან პრაქტიკულიც იყოს. ვიცი, რომ უნდა დავივიწყოთ ის, რაც უკან დარჩა და ვისწრაფოთ მიზნისაკენ, მაგრამ ამავე დროს ამის ილუსტრაცია ბევრი გარკვეული წლების წინ წავიკითხე ერთი რამე. იყო ერთი პატარა ბავშვი, რომელიც მამას თხოვდა პატიების გაგებას და მამამისი კიდე ცდილობდა მოეფიქრებინა გარკვეული გზა ამის გამოსახატავად. ასე რომ ისინი ფერმაში ცხოვრობდნენ. ერთ დღეს პატარა ბიჭი ბეღელში შეიყვანა მამამისმა. და რამდენიმე ლურსმანი აიღო და უთხრა, აი ეს არის ცოდვები. და ლურსმნები ჩააჭედა ბეღლის კედელზე, კარზე მიამაგრა. აი ნახე, ეუნება შულს. ნახე რას აკეთებს ცოდვა. ის შენ ცხოვრებაში იჭრება. შემდეგ კი გუთხრა, როდესაც ქრისტეს შენ ცხოვრებაში შემოდის, შენ ყველაფერი გეპატიება და ყველა ლურსმნის ამოღება დაიწყო. და პატარა ბიჭმა შეამჩნია და მამას უთხრა, მამა, ნახე, ნახრეტები ისევ დარჩა, ნაწიბურები. და აი ეს არის ზუსტად ჭკუის სასწაული. ეს არის სასარგებლო. საჭიროა მაგრამ ადამიანებს ახსოვდეთ და არ დაივიწყონ ცოდვის მიყენებული ჭრილობები. მაგრამ ეს ძალიან გასხვავდება იმისაგან, რომ შენ უკვე სიმწარეს აღარ ატარებ ცოდვისას. მაგრამ გვახსოვს ის ჭრილობები, რაც ჩვენ ან სხვასაც მივაყენეთ. იმედია, რომ ეს დაგეხმარებათ. დიახ, მადლობა თქვენ მოსმენისათვის.